სახელმწიფო თითქმის 20 წელია გვეუბნება, რომ კანონიერი ქურდების ინსტიტუტი დაამარცხა. მაგრამ მხოლოდ ბოლო 1 წელიწადში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ საქმეებზე 170-ზე მეტ ადამიანს წარედგინა ბრალი. როგორ ზემოქმედებენ დღეს გაქცეული და ციხეში მსხდომი კრიმინალები ახალგაზრდებზე? პასუხი არა მხოლოდ ქუჩებში, არამედ თქვენს ტელეფონის ეკრანებზე, TikTok-ის და Instagram-ის ალგორითმშია. დღეს იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ გადმოინაცვლა კანონიერი ქურდის ინსტიტუტმა ციხის კამერებიდან ჩვენს For You page-ზე. ანუ როგორ იქცა ერთ დროს დახურული კრიმინალური იერარქია ახალ ციფრულ ესთეტიკად. ეს არ არის მხოლოდ უწყინარი ინტერნეტ ტრენდი, როცა კრიმინალი წარმოდგენილი არა როგორც დანაშაული, არამედ როგორც მიმზიდველი ცხოვრების სტილი, სტატუსი და ესეთი cool image, ეს განსაკუთრებით საშიში ხდება ახალგაზრდებისთვის, რადგან ეკრანზე ვხედავთ ძვირადღირებულ მანქანებს, შავებში ჩაცმულ ბიჭებს, ძალაუფლების დემონსტრირებას, ფრაზებს პატივზე, ძმობაზე, ფონად კი ეს მოტივაციურ მუსიკას და ერთი შეხედვით შეიძლება ეს მართლა უბრალოდ გარკვეული ესთეტიკა იყოს, რომელიც მოსწონთ ადამიანებს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის კარგად აწყობილი ციფრული ინდუსტრია, სადაც კრიმინალური იდენტობა, როგორც სტატუსი, ისე იყიდება. კრიმინოლოგები ხშირად უსვამენ ხაზს ერთ ფაქტს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში კანონიერი ქურდების საკმაოდ არაპროპორციულად დიდი ნაწილი სწორედ ქართული წარმოშობის იყო. საუბრობენ სამ ძლიერ ფრაქციაზე, მათ შორის თბილისურზე, ქუთაისურზე და სოხუმურზე. ევროპოლის და ინტერპოლის ანგარიშებში ეს წრეები ძალიან კარგად არის ცნობილი. განსაკუთრებით 90-იან წლებში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიცია და სასამართლო პრაქტიკულად ჩამოშლილი იყო, ამ ადამიანებმა შეძლეს და რეალური ძალაუფლება მოიპოვეს. ისინი ასრულებდნენ, ასე ვთქვათ, ალტერნატიული სასამართლოს როლს, აგვარებდნენ დავებს, იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ფინანსებს აკონტროლებდნენ, ასე ნერგავდნენ შიშს და იპოვებდნენ გარკვეულ გავლენებს. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 2005 წელს, როდესაც საქართველომ მიიღო კანონი ორგანიზებული დანაშაულის და რეკეტის შესახებ. ამ მკაცრმა პოლიტიკამ ბევრი კრიმინალი მართლაც აიძულა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, ნაწილი რუსეთში, ევროპაში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში გადავიდა და ამის შემდეგ წლების განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა ოფიციალური ნარატივი, რომ ქურდული სამყარო დამარცხდა. მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ბოლო 1 წელიწადში 170 ადამიანზე მეტ წარედგინა ბრალი ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ საქმეებზე. ანუ სისტემა, რომლის დამარცხებაზეც სახელმწიფო უკვე წლებია საუბრობს, ისევ მუშაობს და ციხეში მყოფი ადამიანები ჯერ კიდევ გასცემენ მითითებებს, ფინანსური დავები ისევ ავტორიტეტებთან მიდის და ადამიანებს ისევ აშინებენ, აჯარიმებენ და ეგრეთ წოდებულ შეხვედრებზეც კი იბარებენ. 21, 22 ძმა. 20 წლის გააკეთებ 20. ჩემი ვალი თავანია ძმა და მაგათვის თავანია ვალი ბრა. თუმცა დღეს ამ იატაკქვეშა სისტემას გაუჩნდა მეორე, სრულიად საჯარო და ბევრად უფრო მასშტაბური ფასადი, ციფრული სივრცე. კრიმინალურმა სამყარომ სრულყოფილად აითვისა სოციალური მედიის ალგორითმები. შედეგად კი ვიღებთ ათასობით ანგარიშს ქართულ, რუსულ სეგმენტში, რომელიც ამ ფორმატს ემსახურება. ზოგიერთი კონტენტი შეიძლება პირდაპირ ყოფილი ან ამჟამინდელი კრიმინალური წლებიდან მოდიოდეს, დიდი ნაწილი კი არის ბუნდოვანი ინფლუენსერები, რომლებმაც უბრალოდ გაიგეს, რომ ეს ალგორითმი, ეს ესთეტიკა კარგად იყიდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ამ შემთხვევაში არის, თუ ვის ეკრანებზე ხვდება ეს კონტენტი, რადგან ხშირად მთავარი სამიზნე 14-დან 18 წლამდე მოზარდები არიან, განსაკუთრებით ის ახალგაზრდები, ვისთვისაც სოციალური წინსვლის ტრადიციული გზები, ანუ ხარისხიანი განათლება, სტაბილური სამსახური, ეკონომიკური განვითარება ჯერ კიდევ შეზღუდულია. და ალგორითმი ამ დროს მათ სთავაზობს ალტერნატივას ადამიანს, რომელსაც თითქმის ყველა პრობლემა უკვე მოგვარებული აქვს და მას აქვს ფული, გარანტირებული პატივისცემა, დაცულობა და კავშირები გავლენიან ადამიანებთან, თანაც ისე რომ ეს ყველაფერი მიიღწევა არა რუტინული შრომით, არამედ ცხოვრების ეგრეთ წოდებული სხვა გზის არჩევით და ეს მხოლოდ ესთეტიკა არ არის, აქ ფულით საკმაოდ ტრიალებს, რადგან ამ ტიპის კონტენტში ძალიან ხშირად ჩანს ონლაინ კაზინოების, სპორტ ბეთინგის, რაღაც საეჭვო ინვესტიციების, სწრაფი ფულის და სხვადასხვა სერვისის რეკლამები. Если тебе нужны хорошие связи, хорошие темы, хорошие там дела,
მუცვამი ანგარიშების მფლობელებს სპონსორები ყავთ, ანუ ბრენდები ითვლიან მიმდევრებს, ნახვებს, engagement-ს და ხშირად არ სვამენ მთავარ კითხვას თუ ვინ არის ეს ადამიანი, რას ავრცელებს, რა აუდიტორიას იზიდავს, რა ღირებულებებს უკეთებს ნორმალიზებას. პლატფორმებს, როგორიც არის TikTok, Meta, YouTube, ოფიციალურად აქვთ ესეთი წესები, რომლებიც კრიმინალური ორგანიზაციების განდიდებას, პოპულარიზაციას ან მხარდაჭერას გრძალავს. მაგრამ აქ გვაქვს კითხვა, სრულდება თუ არა ეს წესები ისე ეფექტურად, როცა საქმე გვაქვს მაგალითად ქართულენოვან აუდიტორიასთან. თუმცა ეს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრობლემა არ არის, ეს გლობალური მოდელია, ანუ კრიმინალური ინფლუენსერ მარკეტინგი. OCCRP 2025 წელს გამოაქვეყნა მასალა იტალიური მაფიის TikTok-ის გამოყენებაზე, სადაც მთავარი აღმოჩენა იყო ის, რომ მაფია აღარ მუშაობს მხოლოდ შიშზე დაფუძნებით და ის იყენებს მუსიკას, ესეთ ვიზუალებს, მოკლე ვიდეოებს და ტრენდებს, რომ კრიმინალური იდენტობა უკვე მოხმარების კულტურად აქციოს. The Atlantic-ის 2025 წლის ანალიზით მსგავს სურათს აღწერს ამჟამად მექსიკურ კარტელებზე. კარტელები სოციალურ მედია ინფლუენსერებად იქცნენ და ისინი საკუთარ ძალაუფლებას სანახაობად აქცევენ, ხოლო პლატფორმებს და სამართალდამცავებს ამის გაკონტროლება უჭირთ. სქემა არის ყველგან ერთი, იქნება ეს მექსიკური ნარკოკარტელი, იტალიური მაფია თუ ქართული ქურდული სამყარო. კრიმინალმა კარგად გაიგო, რომ თანამედროვე ეპოქაში შიშზე უფრო კარგად სანახაობა და სტატუსის ილუზია იყიდება, ალგორითმი კი ამ ყველაფერს უფასოდ ავრცელებს. ამიტომ ქურდული ესთეტიკა უბრალოდ უწყინარი ნოსტალგია, მიმი აღარ არის, ეს ერთდროულად ახდენს ძალადობის ნორმალიზებას, აგენერირებს ფულს და ქმნის ახალ აუდიტორიას, განსაკუთრებით მოწყვლადი ახალგაზრდებისგან. ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ. თუ გსურთ, რომ მსგავსი ფარული სისტემების და გავლენების შესახებ მეტი იცოდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და მხარი დაუჭირეთ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას, თვალი ადევნეთ უცხო ამბებს.